მეორე დღეა დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა განცხადებებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, შეურაცხმყოფელი და ღიმილის მომგვრელია ოპოზიციონერთა ფერისცვალება, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, თუმცა ანტიამერიკულ ნარატივზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათთვის არახელსაყრელი განცხადებები გააკეთა. Ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა იმ ეკრანთან, საიდანაც ტრამპის ინაუგურაცია გადაიცემოდა, დაწყობილი სალომე ზურაბიშვილით, გაგრძელებული ვაშაძით და დასრულებული ღაზარაძე ჯაფარით, რომელიც ქუჩაში გაიყიდნენ იმისაც, რომ უბრალოდ ვაშინგტონში ყოფილიყვნენ კაპიტოლიუმთან ახლოს, როგორ აქებდნენ და ადიდებდნენ ტრამპს და როგორც კი მათთვის მიუღებელი პოზიციები დააფიქსირეს, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე პრობლემა ყოფილა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, პრობლემა ქონია ამერიკულ დემოკრატიას, თუმცა ტრამპი რაღაცა პროგრესულ პოლიტიკას ატარებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ პოსტებით შემოიფარგლებიან და შეურაცხყოფელი სიტყვებით, ყველაზე ჩვენ შეიძლება ამერიკის საელჩოსთანაც ვიხილოთ მათი მიტინგი, უკრაინის მხარდასაჭერად ან რაღაცა სხვა განცხადებებით. ეს უბრალოდ სასაცილოც აღარ არის, შეურაცხყოფელი არის. ჩვენ თუ ვიყავით პრორუსულები, აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპიც პრორუსული ყოფილა. ეს სასაცილო სატირალი რო არ იყოს, იმიტომ რომ შინაარს დაცლილი, გაანალიზებას დაცლილი მსჯელობები, მათი ხელწერაა და პირადი შეურაცხყოფებიც მათი ხელწერაა და არც ახალია მათი მხრიდან.